ერქვა ქსერქსე. ქსერქსე. მოკლედ, მაშინ ორი ძალიან დიდი ცივილიზაცია არსებობდა. არსებობდა სპარსული ცივილიზაცია და ბერძნული ცივილიზაცია. ეხლა რო ქვეყნები ეგრე არ იყო, ბატონო დავით, ქვეყნები ქალაქის სახელმწიფოები იყო. აი, მთელი ევროპული კულტურა ელინურ კულტურაზეა დაყრდნობილი. დემოკრატიაც მაგათი სიტყვა ხალხის მმართველობას ანიშნავს. გამიგე? და სპარსეთში იყო მეფე, არანაირი დემოკრატია არსებობდა და იყო მარტო თვითონ, რასაც გადაწყვეტავდა ეგრე უნდა მოხდარიყო. ხო და როცა ადამიანი ეგრე გათავხედება, რომ მაგ ხელა ძალაუფლებას ახსოვს, უეჭველი იწყებს ომს. იმიტომაც არის პრეზიდენტებს რამდენი ხნით ირჩევენ? 4 წლით, მე არის არჩევნები და მე კიდე 4 წლით. დიდი ხანი თუ ტიპი დარჩა, სოფლიო 1000-ით. ხო, სოფლიო 1000-ით. თუ დიდი ხანი დარჩა ვიღაცა მართლობაში, მე უკვე გიждდება, ფული აღარ უნდა, ადამიანი რამდენ საჭმელს შეჭამს, თქვათ. 5 კილოს, თქვათ. 5 კილოს. ანუ თუ მე ხო ვერ შეჭამდა, როცა ძალიან ბევრი ფული გადა, ძალიან დიდი ძალაუფლება, მე უკვე გინდა რომ ომი დაიწყო. ოღონდ განა შენ წახვიდეს საუბრად, ვიღაცები გაირეკო საუბრად. ხო? ომი არის ორნაირი, არის სამართლო და სამართლიანი. სამართლიანია ომი იმ შემთხვევაში თუ თავს დაგესხნენ. უკვე შენთან არ აწყვიტა ომი იყოს თუ არა, თუ თავს დაგესხნენ, შენ ოჯახს და იმას როცა ემუქრებიან, მიდიხარ საუბრად. გინდა არ გინდა, თუ არ წახვალ საუბრად, სახში მოვლენ მოკლავენ. უსამართლო ომი როცა შედიხარ თქვის ქვეყანაში. არ მოკლავ. რო რაღაცა წაართვა, რაღაცას გამორჩე და ასე შემდეგ. გამიგე? ორი შემთხვევაში შეიძლება მოკლან, ან მოკლა. მაგრამ ქართველები ცოტანი ვიყავით, ძალიან იშვიათად ვესხმოდით თავს სხვა ქვეყნებს, ამიტომ ჩვენი ომები რო იყოთ, ქართველების იყო ჩვენ როდესმე ძალიან სამართლიანი თითქმის ყოველ. ჩვენ როდესმე ვინმესთვის ომი, აი ჩვენ გვინდოდა და ჩვენ მივედით? კი. რომელი? შენ გონია ჩვენ ფრთებ გამოსხმული ანგელი, როგორც კი ძალას ვიზრდობდით, მეზობელ ქვეყნებს თავს ვესხმოდით. აი სპარსეთი აი იყო რა დავით აღმაშენების დროს ეგეთი ვარიანტები, როზე ჩვენ ხებსაც დავესხით თავს. გამიგე? და თავადები კიდე ერთმანეთში ჰანკახეთით. არა იგი შვედით. არა ქონდა მაგის ის არა ქვია, ძალები. ისე ლოკალურად რა კახელები ქართველებს ახოცავდნენ, ქართველები მე ჯავახებს დაესხმოდნენ თავს, მეგრელები იმერლებს, იმერ და დახეთქილი იყო საქართველოს დაიშალა